შენ ჩემსავით ხარ, როცა ზაფხულია ზამთარი მინდა, როცა ზამთარია ზაფხული. უცნაურია, მაგრამ ადამიანებს სულის გვინდა რაც არ გვაქვს. აბა დაფიქრდი, რამდენჯერ გდომებია ახალი ტელეფონი, მიუხედავად იმისა, რომ ძველი ჯერ კიდევ შესანიშნავად მუშაობს. ან რამდენჯერ მოგწონებია ვიღაც მარტო იმიტომ, რომ მას არ მოსწონხარ. და რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ როცა რაღაც მიუწვდომელია, მისი გაიდეალიზებაც მარტივია. მოკლედ აგიხსნი, რას ვგულისხმობ. როცა რაღაც გვინდა, მასზე ოცნებას ვიწყებთ. აი წარმოიდგინე, ზამთარია, სიცივე ყელში გაქვს და გინდა არ გინდა ზაფხულზე გეფიქრება. და შენი ფიქრები დაახლოებით ასეთ რაღაცებს უტრიალებს გარშემო. სითბო, ნაყინი, აუზი, არდადეგები, დასვენება. მაგრამ როცა ზაფხული მოდის, ის რეალურად ასე გამოიყურება. კოღოები, ოფლი და აუტანელი სიცხე. ხო, არც ისე იდეალური ყოფილა. არადა ჩვენს ფანტაზიებში სულ სხვანაირი ჩანდა. რაც უფრო ნაკლებად იქნები დამოკიდებული მოლოდინებზე, მით უფრო ნაკლებად გაგიცრუდება იმედები. საერთოდ სურვილი და მოლოდინი ხშირად ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე თვითონ ის, რაც გვინდა. ასე რომ გონიშჯობს აწმყოთი ვიცხოვროთ და ის დავაფასოთ, რაც გვაქვს, იმის ნაცვლად, რომ იმას მივტიროდეთ, რაც არ გვაქვს. და მაინც